როგორც ამ იტალიური გაზეთის რედაქტორი აცხადებს, ხელოვნური ინტელექტი უკვე მათ ნიუსრუმში იქნება ინტეგრირებული და კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სტატიები და ამავდროულად ისინი აცხადებენ, რომ ხელოვნური ინტელექტს გამოიყენებენ ასევე პოდკასტებისთვის და როგორც ამ გამოცემის რედაქტორი აცხადებს, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი ჯერ ვერ გაუტოლდება რედაქტორს, თუმცა საკმაოდ დიდ როლს შეასრულებს გაზეთის მუშაობაში. ამავდროულად საუბარი იყო იმაზე, რომ ჟურნალისტიკაში უკვე შეუძლებელი არის, რომ ხელოვნური ინტელექტის როლი უარყონ და სწორედ ამის გამო მათ გადაწყვიტეს, რომ შეესწავლათ ხელოვნური ინტელექტი, როგორ მუშაობს ის და შემდეგ უკვე შეექმნათ ისეთი გაზეთი, რომელიც სრულიად იქნებოდა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი. რედაქტორის განცხადებით ის აცხადებს, რომ დაახლოებით 60%-ზე მეც მიაჩნია, რომ ჟურნალისტების მხრიდან ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არის არაეთიკური, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და გარკვეული მიზნებისთვის სწორიც არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და სწორედ აი ამ თემასთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე, რომ არაერთმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არის არაეთიკური ჟურნალისტიკაში, ლონდონის ეკონომიკის სკოლამ ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც 105 მედია ორგანიზაცია გამოკითხა, 4-დან 3 მედია ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ისინი ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ ყოველდღიური სიახლეების შეგროვებისთვის და თუმცა მათ ნახევარზე მეტი იყო შეშფოთებული იმით, რომ შესაძლოა არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მედია ორგანიზაციებს ხალხში სანდოობა დააკარგვინოს და კვლევაში ნათქვამი არის ისიც, რომ გამოკითხული ჟურნალისტები ცდილობენ იპოვონ გზა, როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი და ამავდროულად დაიცვან ჟურნალისტური პრინციპები, თუმცა ამავდროულად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არაერთი უკვე საკმაოდ ცნობილი გამოცემა აქვეყნებს თავის გაიდლაინებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგალითად საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Associated Press იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გამოაქვეყნა გაიდლაინები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით და სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ მთავარ მიზანს წარმოადგენს ის, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი და ამავდროულად სიფრთხილე გამოიჩინონ და ასევე საუბარი იყო იმაზეც, რომ ნებისმიერი მასალა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ იქნება შექმნილი, რა თქმა უნდა, გულდასმით იქნება შემოწმებული, ამავდროულად საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი, რომ ეს მასალა არის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი და ასევე თუ კი სტატიები დაიწერება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ეს სტატიები დიდი ალბათობით იქნება სწორედ ამ თემატიკის და შესაბამისად არ იქნება არაეთიკური მისი გამოყენება და ასევე ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო Guardian იყო ასევე ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საკუთარი მიდგომები გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით და მათი განცხადებით ხელოვნური ინტელექტი გამოყენებული იქნება მხოლოდ სარედაქციო, თუმცა რა თქმა უნდა ეს იქნება შეთანხმებული მთავარ რედაქტორთან და ისინი ფიქრობენ, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ დიდი კვლევების შესაჯამებლად და ასე ჟურნალისტებს ექნებათ საშუალება, რომ დატვირთვა შეუმცირდეთ და იმუშაონ უფრო ეფექტიანად.